მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. მოხარული ვარ, რომ მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, სფეროზე, ეს არის ტურიზმი და ავიაცია. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში, წინსვლაში. ეკონომიკურთან ერთად ტურიზმის უდიდესი პოლიტიკური დატვირთვაც ენიჭება ტურიზმი ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, რაც არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისითაც. აღსანიშნავია ის, რომ ტურიზმის განვითარება არაჩვეულებრივად მიესადაგება ქართულ კულტურას, ქართულ ტრადიციებს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სტუმართმასპინძლობა ჩვენი ქართველების კულტურისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია. სტუმრის ღირსეული დახვედრა და გამასპინძლება ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული სიამაყის საგანი იყო. გასული წლების განმავლობაში ტურიზმი საქართველოში ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. კოვიდით განპირობებული შეფერხების შემდეგ, სწორი პოლიტიკის შედეგად, ტურიზმმა მალევე შეძლო აღდგენა და 2023 წელს საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა. შარშან ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა $4 მილიარდ მეტი შეადგინა, რითაც საქართველოს კოვიდამდე არსებულ მაჩვენებელს 26%-ით გადააჭარბა. ტურიზმი ასაქმებს ადამიანებს და ზრდის მათ შემოსავლებს. 2012 წლიდან სასტუმროებისა და რესტორნების ბრუნვა 4-ჯერ გაიზარდა, 28,000-დან 40,000-მდე გაიზარდა სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, 3-ჯერ გაიზარდა სექტორში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი. სწრაფი სიდით გამოირჩეოდა ავიაციის ინდუსტრიაც. კერძოდ, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები ჯამურად მგზავრების რეკორდულ მაჩვენებელს 6 მილიონ მგზავრს მოემსახურა. ისტორიაში პირველად 1,5 მილიონი მგზავრი დაფიქსირდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. გვაქვს ზოგადად საფუძვლიანი მოლოდინი, რომ 2024 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. კერძოდ მოსალოდნელია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს $4,5 მილიარდ მიაღწევს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6,8 მილიონ მგზავრს მოემსახურება. დამეთანხმებით, რომ ეს არის შთამბეჭდავი მონაცემები. ჩვენი ქვეყნის ტურისტული და ლოგისტიკური პოტენციალის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად დაგეგმილია მთელი რიგი მნიშვნელოვანი პროექტები. დაგეგმილია პირველ რიგში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განვითარება, რომელიც ასევე იქნება ტრანზიტულ ლოგისტიკური ცენტრი, მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით. ასევე რეგიონებს შორის მიმოსვლის ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამისთვის განვაგრძობთ შიდა ფრენების სტიმულირებას და შიდა აეროპორტების მშენებლობასა და განვითარებას. წელს კერძოდ დაგეგმილია თელავის აეროპორტის მშენებლობა და სრული მოდერნიზაცია. ეს პროექტი უკვე არის წარდგენილი საზოგადოების წინაშე. ასევე დაგეგმილია მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება და მშენებლობა. წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავებაც და ასევე წელსვე დაიწყება შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ხელშეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, ავიაციის განვითარებას და ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას. მოხარული ვარ, რომ შემიძლია პირველად ვამცნო საზოგადოებას მნიშვნელოვანი სიახლე. 6 დაპრილს გუდაურში, საქართველოს ისტორიაში პირველად საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. მადლობა გუნდს ამ მნიშვნელოვანი მიღწევისთვის. 2024 წელს საქართველოში გაიმართება ტურიზმის გლობალური სექტორისთვის ისეთი გამორჩეული ღონისძიება, როგორიცაა მსოფლიო ტურიზმის დღე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ ერთხელ მადლობა გუნდს ამისათვის. ქვეყანა უმასპინძლებს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის წამყვან ლიდერებს და კიდევ ერთხელ მოექცევა საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის ეპიცენტრში. გარდა ამისა, საქართველოს უმასპინძლებს საქმიანი ტურიზმის მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს, ეს არის M&I 2024, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპიდან. ეს ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგის გაუმჯობესებას საქმიანი ტურიზმის კუთხით. გარდა ამისა, მიმდინარე წელს ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად დაგეგმილია კომპლექსური აქტივობები, რომლებიც მიმართულია ახალი სამიზნე ბაზრებისკენ, როგორც არის ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ინდოეთი და სხვა. ეს აქტივობები გაზის საქართველოს პოპულარობას და ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის შემდგომ განვითარებას სერიოზულად შეუწყობს ხელს. საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების
ხარისხის გასაუმჯობესებლად. ჩვენ გვაქვს პატარა, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი და ლამაზი ქვეყანა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ განვავითაროთ ახალი ტურისტული ადგილები ჩვენს ქვეყანაში. ასევე ყველაფერი გაკეთდება საქართველოს სხვადასხვა ქვეყნიდან კიდევ უფრო მეტი პირდაპირ ფრენების დასანიშნად. ეს ყველაფერი გაკეთდება თანმიმდევრულად, კარგად გააზრებული პოლიტიკის შესაბამისად, როგორც ეს კეთდებოდა აქამდე. მე მინდა მადლობა გადავხადო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პირადად მინის საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს ბატონ ლევან დავითაშვილს, მინისტრის მოადგილეს ქალბატონ მარიამ ქრივიშვილს, რომელიც კურირებს ტურიზმისა და ავიაციის სექტორს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომელიც არის ჩართული ამ სექტორის განვითარებაში. ეს ადამიანები საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის განვითარებისთვის მაქსიმუმს აკეთებდნენ დღემდე, მაქსიმუმს აკეთებენ და დარწმუნებული ვარ, რომ მათი საქმიანობა მომავალშიც ძალიან სერიოზულ წარმატებებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. გისურვებთ წარმატებებს, დიდი მადლობა ყურადღებისთვის.